Taulos erfamas piridot. Alosvili გამყო, ბავდა თავადაც დავლოცე. Erfa gagaxaruda gagadzliero topalo. Სამშვიდობისა, ჩვენო ძვირფასო მაყურებელო, აი უკვე ტრადიციულად პარასკევით, წინა პარასკევი სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ შემოსვლა, საინტერესო თემა იყო, მაგრამ ტექნიკურმა პრობლემებმა ხელი შეგვიშალა ამის განხორციელებაში და დღეს შევეცდებით ძალიან საინტერესო საკითხზე გესაუბროთ და ჩვენი მოსაზრებები გადმოგცათ, ასევე რა თქმა უნდა შეფასებები ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც საფრთხისმეტყველო კუთხით, ისევე საერო კუთხით და მე და მამასპირინო ვისაუბრებთ დღეს, ასე ვთქვათ, ასეთი კითხვა გვაქვს ჩვენ დასმული, რამდენი სქესი არსებობს ლიბერალური იდეოლოგიის მიხედვით და ამას საფუძველი რატო დაუდეთ, რატო მოვიდა ეს აზრი, რომ ამ თემაზე გვესაუბრა. ჩვენ ნახეთ ტელეეკრანებზე, რომ იმ ლიბერალური იდეოლოგიის წარმომადგენელ ადამიანებს ესე იგი სახელმწიფო მედია საშუალებები უსვამენ ასეთ კითხვას. ტრამპის გამოსვლის შემდეგ, ტრამპა როცა თქვა და ამაზე მე გავიტყვით, რა თქვა სინამდვილეში და როგორ იყო, რამდენი სქესი არსებობს. ანუ ფაქტიურად სახელმწიფო მედია ვერ გაერკვა სქესი უნდა ეხსენებინათ იქ თუ გენდერი. აი ამაში იყო ესე თქვათ მათი პრობლემა, იმიტომ რომ მათ ლიბერალები ისინი ძალიან კარგად არიან გაწუხნილები ამ მეინსტრიმულ მედია საშუალებებში, როგორ უნდა ისაუბრონ, როგორ ისაუბრონ, პირიქით კი შეუბრუნეს კითხვა, როგორ ორი სქესი არსებობს, მამაკაცი და კალია. მაგრამ იქა რომ დაესვათ იმათ კითხვა, რამდენი გენდერი არსებობს, აი მაშინ იქნოდა შეექმნოდა პრობლემა. და ტრამპმა სხვათა შორის, აი თავის გამოსვლაში, როდესაც ისაუბრებდა ამ თემაზე, მან თქვა ასეთი სიტყვები: დღეიდან მხოლოდ ორი გენდერი იარსებობს, ეს იქნება მამაკაცი და ქალი. და არა მას სქესი არ ულაპარაკია, იმიტომ რომ სქესი ბიოლოგიური მოვლენაა და ბიოლოგიური ასე ვთქვათ, სამედიცინო გადაწყვეტილება იმისა, რომ კაცი ადამიანი იბადება ან კაცად, ან ქალად. დამთავრებულია. სხვა იქ არ არსებობს. მაგრამ აი გენდერი რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი, აი ამ თემაზე გვინდა ახლა დღეს გესაუბროთ. მამასპირინო, თქვენ დაიწყეთ თუ მე დავიწყო? როგორ ბრძანეთ? როგორც გვაგულშევთ, მამო. რა ვიცი, თქვენ თუ გინდა დაიწყეთ და თუ არა და დავიწყე. შემოკარგებო, მოგესალმებით, დალოცვილი გამყოფოთ. მე თქვა შეცოდეს სიურმალები, ჩვენი წმინდანები შეცოდეს და მეთა მიგვიყოლოს იმ კონდიციამდე, რომ ჩვენ გვესაუბროს არათქვათ ან რაღაც სიგიჟეებზე, რასაც გენდერის რაოდენობა ქვია, არამედ გვესაუბროს იმ პრობლემებზე, რომელი პრობლემების სინამდვილეში აქვს საქართველოს. თუნდაც ის ფაქტი, მამაო, რომ მაგ გავრცელდა ვიდეო, სადაც პაკისტანელები თუ არაბები, რა ვიცი, არაეროვნების ხალხია, მოედანს ეს სტადიონზე შეკრებილი ყოველ პარასკევს ატარებენ რაღაც თავის რელიგიურ რიტუალებს. ცოტა ხანში საქართველოში იქნება ტერორისტული აქტები, ცოტა ხანში საქართველოში იქნება ქართველი გოგოების გაუპატიურებები. ახლა ქუჩაში ვეღარ გაევლი, ქუჩა როგორც არის ეს, როგორც ახასიათებთ მათ ეგ ჩვეულებრივი ქუჩის ძალადობები და ცოტა ხანში იგი დაიკავებენ აქაურ ძალაუფლებას. ცოტა ხანი არ დაჭირავს დიდი ხანი. ეს კატასტროფა ამ კატასტროფის წინაშე ჩვენ დგავართ. ჩვენ ამ ხელისუფლების გამო დგავართ ამ კატასტროფის წინაშე. ამის პასუხისმგებლობა აქვს ამ ხელისუფლებას, ქართული ოცნება ამას დამეშნა. ახლა დღევანდელი თემას რო დავუბრუნდეთ, რა თემაა ეს ჩვენ გვაქვს? ჩვენ იცით წლების განმავლობაში და ეს ხელისუფლება რაც არსებობს 12 წლის განმავლობაში ვიმტკიცებდა და გვასწავლიდა კანონმდებლობას ღებულობდა, რომ საქართველოს რომ ზოგადად არსებობს ამის ათეულობით გენდერი, უბრალოდ n რაოდენობის გენდერი არსებობს. n რაოდენობის. ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს თავი მაგალითად სხვა რა ვიცი, ძაღლად, კატად, კამეჩად რავი ყველანაირად წარმოიდგინოს და ისაა და ამ ჩვენმა ხელისუფლებამ
გააკეთა ის და ფაქტები არსებობს ფაქტები, რომ კაცმა მივიდა იუსტიციის სახლში მამაკაცად დაბადებულმა და თქვა რომ მე ქალაქს რომ თავდა პასპორტი ჩაუწერეს სქესი დედრობით. ასე ცხოვრობს ეს ხალხი, ეს მთავრობა ამას აკეთებს. და მთავრობა ამას ნერგავს, ღებულობს, მიიღო შექმნა გენდერული პოლიცია, გენდერული დანაშაულებები არსებობს და რა ვიცი, ყველანაირი სიგიჟე თუ შეიძლება იყოს რამე იყოს მოგონებული ადამიანი ტვიში, ყველანაირი სიგიჟე ამ მთავრობამ კანონმდებლობაში შეიტანა. ჩვენ ამ რეალობებს წინაშე გავარდა, ახლა გავარდა ვითვლით, რამდენი გენდერია ზოგადად კლიანად. იმდენად სიგიჟემდეა მისული ქვეყანა, იმდენად ფსიქიკურ აშლილობის წვარს უკვე დიდი ხანი განაცვლებულია ქვეყანა, რომ რეალური საფრთხე რაც ემუქრება ჩვენ ქვეყანას, ყოფნა-არყოფნის საფრთხე გვიდგას, ხვალ ფიზიკურად მოგსპობენ, დახოცავენ. ხვალ ფიზიკურად და ტერორისტულ აქტებს მოაწყობენ ხელისუფლებაში დაიკავებენ კაცო. ის ევროპაზე როა ლაპარაკი და ამერიკაზე ის დიდი ქვეყნები არ და ისინი კიდე ადვილად გაუძლებს შემოსევას მუსულმანების თუ აზიელების თუ არაბების შემოსევას ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენ ამას ვერ გაუძლებთ, მithumetes ქვეყანა იცლება ქართველებისგან, რომელი ევროპელისგან იცლება ევროპა, რომელი ამერიკელისგან იცლება ამერიკა, სარგარბიან ისინი არცად არ გარბიან თავის ქვეყანაში არიან. საქართველოში პარალელურად ქართველი გარბის უცხოელი შემოდის და ამ საფრთხის წინაშე გავარდა ჩვენ გვიძებს საუბარი რამდენი გენდერი არსებობს. მოდი ახლა ბაბაო აი თქვენი ნებართვით რა ვიტყვი ამ მას აი რა არის ამის პრობლემა. ამის პრობლემა არის თვითონ იდეოლოგია. ლიბერალური იდეოლოგია მოახვის თავს ჩვენს ქვეყანას. ლიბერალები ნახეთ ხელისუფლება ბოლო დღემდე როგორ იხსენიებს კოლექტიურ ნაცებს, პროდასავლებს. როგორ იცენენ? ფსევდოლიბერალები. აი მეოცო ყურადღება. ისინი ფსევდოლიბერალები, გულილები არ არიან, ესე იგი ნამდვილები ჩვენა ვართ. სინამდვილეში პრობლემა ამ იდეოლოგიაში, მამაო. და რატომ? აი მოხსნი რაღაც თქვენი ნებართვით. დიახ. ყველაფერი ქრისტიანისთვის რა როგორ განისაზღვრება ადამიანი რა რელიგიის თუ იდეოლოგიის მიმდევარია. მაგალითად ალბათ მუსულმანისთვის მაგალითად მისი ცენტრი, მოქმედების ცენტრი არის მუჰამედი. ქრისტიანების მოქმედების ცენტრი, ყველაფრის ცენტრი არის ქრისტე. და ნახეთ დღეს საქართველოს ქრისტიანობა და ლიბერალობა პარალელურად გავალო. ქრისტიანისთვის ცენტრი არის ქრისტე ღმერთი. ქრისტიანი ნიშნავს იმას, რომ ქრისტეს მიმდევარია ის. და ის ცხოვრობს ქრისტეს სიტყვის მიხედვით. ქრისტიანი ყველაფერი როგორ ქრისტეს სიტყვის მიხედვით ცხოვრობს. და ლიბერალისტვის ეს არის ჩვეულებრივი ერთ სატანისტური სულის იდეოლოგია, რომლის ცენტრი არის ადამიანის სურვილები. ადამიანია მათი ცენტრი და მათი სურვილები. ნახეთ ლიბერალური იდეოლოგიის თანახმად თუ კი ადამიანს გაუჩნდა სურვილი, რომ მაგალითად ის არის კამეჩი. ლიბერალური იდეოლოგიის თანახმად მას ამის უფლება აქვს და მართალიცია. იმიტომ რომ თუ კი ადამიანის ამოსავალი მოქმედების ცენტრი არის ადამიანის სურვილები, მას ამის სურვილი აქვს, რომ კამეჩივით იცხოვროს. ვიღაცა ძაღლებით უნდა რომ ძაღლით აღიქვამს თავს და დგას და ძაღლებით მოხსე დარბის ქუჩაში და ყებს. ვინახავს ხო კადრები და დასწორდება. თუ კი ადამიანს ამის სურვილი აქვს, მას უფლება აქვს. და ეს მართალიც არის, იმიტომ რომ ლიბერალური იდეოლოგია ეს არის მართალი ოცნების აზროვნებით შეიძლება ეს ოცნება ხო ლიბერალური იდეოლოგიის ძალა აქვს. დააკანონა ყველაფერი ლიბერალიზმი. ანუ მას ბუნებრივია კაცად რომ დაიბადა ადამიანი ის მიდის იუსტიციის სახლში ეუბნება ქალი ვარო და ლიბერალური იდეოლოგიის საფუძველზე არა უფლება არ ჩაუწეროს ქალი. იმიტომ ლიბერალია. ოცნება არის ლიბერალი თავისი იდეოლოგიით. შესაბამისად ის იყო ვალდებული ჩაეწერა ქალი. ამიტომ ლიბერალიზმში არის პრობლემა. იდეოლოგიაში პრობლემა. და არა
და არა თქვა ვიღაც პიროვნებებში. ეგეთია, ვიღაცა წამოიყვირებდა ხოლმე და ახლა წამოიყვირება. მაგრამ რა ვქნათ კაცო და ეგ ადამიანები, რომლებსაც აქ ჰორმონალური დარღვევები უნდა დავეხმაროთ და უნყურნალოთ. მაგრამ სიკვდილეში რა ხდება მამო? მამათმავალთა 80% არის არასრულწლოვანების დროს გაუპატიურებული. სინამდვილეში ეს ხდება მამაო. სინამდვილეში და მერე ჩვენ დანარჩენი საზოგადოება, ლიბერალური საზოგადოება, უძახის რომ ტაში გუგური ეგრე ნორმალი გაგზელებს ცხოვრება. იმანაც რა ქნას რა ადაპტაციას ვერ ახდენს, თამასა საზოგადოებაში მშველელი არავინ ყავს, გარდა ტაშის დამკვრელისა. და აგზელებს ვერ თანხმობს უფლებების იცავენ და ასე შემდგომ. ორი სქესი არსებობს, ორი გენდერი არსებობს და კითხვა მაგარი დავასრულებ, ამო. ესე იგი, ბიჭო, დამუშის კაი საქონელიაო, ნათქვამია ჩვენთან რა იციან ასე მეცი თქვა. ოცნების წარმომადგენელი და პროპაგანდისტი, რა ნამუსი ცვამ ამ კითხვას, რამდენი სქესი არსებობსო, კაცო. მაგრამ სად ნამუსი, სად ქართული ოცნება? რა უნდა მაგათთან ნამუსდას დილობას, კაცო, და ყველაფერი კანონმდებლობაში მიიღეს, ეს სიბინძურეები დააკანონეს წლების განმავლობაში. და სანამ ჩვენი საზოგადოება ამას ვერ გაითავისებს, არაფერი არ გეშველება, მამაო. შეიძლება ამო რა გეშველება? შესაძლოა შენი შვილების მომავალ 200 ლარად ყიდი არჩევნების წინ. რა უნდა გეშველოს, კაცო? რა უნდა გეშველოს? ყიდი შენი შვილების მომავალს. ყიდი 200 ლარად და 41 ხაზავ, კაცო. ან რაღაცა შენ ბიზნესი, რაღაცა ხელფასები გაქვს, რაღაცა ტენდერები უნდა მოიგო, ფული უნდა აკეთო, ბიუჯეტი უნდა ზარცვო და ქვეყანას უყავდა შვილების მომავალს ანადგურებ და 41 ხაზავ, კაცო. მეტი რა უნდა გეშველოს, არაფერი არ გეშველება. სანამ ჩვენ გონებაში არ გადაიხარშება, სანამ ღირსება არ დამიბრუნდება, ღირსება უნდა დამიბრუნდეს და ეს კიდე ქრისტიანობის გარეშე შეუძლებელია. ქრისტე ღმერთი უნდა იყოს ჩვენი სწორება, რაზეც და ჩვენი აზროვნება, ჩვენი ქმედება გავასწორო, ეს უნდა იყოს ქრისტე ღმერთი და არა დასავლეთი და რაღაც ესე თუ ის უბედურებები. გამიგზელდა მამაო. არა უშასო. ეხლა მე ცოტა მინდა რომ ჩვენი მაყურებელი გავარკვიო ზოგადად აი ამ გენდერიზმის თეორიაში, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ აი ასეთი კითხვის დასმაც კი ფორმა, რამდენი სქესი არსებობს თუ რამდენი გენდერი არსებობს, ჩვენ სამწუხაროდ კარგად არ გვაქვს ეს გარკვეული ჩამწვდარი არა ვართ აი ამ გენდერიზმის თეორიას. იმიტომ რომ ჩვენ გვეზიზღება და გვეჯავრება ეს გარყვნილება თავისთავად ცხადია, მიდგომაც ასეთივე გვაქვს თავის ამ მოვლენის მიმართ. მაგრამ ჩვენ უნდა გავერკვიოთ რა თვალსაზრისით, რომ ჩვენ არ დაგვემართოს რაიმე შეცდომა მომავალში და ვიღაცამ კიდევ არ მოგვატყუოს ასე და მოატყუოს საზოგადოება, იმით რომ აი ესე შეფუთოს ლამაზად, გარეგნულად რაღაცა სიტყვებით და გითხრას რომ ეს თავისუფლება, ეს ადამიანისთვის არის საჭირო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხშირად არის ხოლმე რომ აი ამ საფარგელ ქვეშ მზაკულად შემოგვატყუებენ ხოლმე ძალიან ცუდ მოვლენებს, რომლებიც მერე იწვევს ჩვენი საზოგადოების გადაგვარებას და ჩვენ აი ეს ფაქტიურად ეს პროცესი გავიარეთ. აი ეს ახალგაზრდობა, რომელიც დღეს ქუჩებშია გამოსული, აქტიურობს და ასე შემდეგ და მათი მოქმედებებიდან ჩვენ ხედავთ რომ ისინი აი ამ მეინსტრიმმა, რასაც ქვია ლიბერალური მეინსტრიმი, შეუცვალა გონება, შეუცვალა აზროვნება და დღეს ისინი ფაქტიურად ჩამოყალიბებულები არიან როგორც ლიბერალური იდეოლოგიის მატარებლები. აი ამაშია მთელი პრობლემა. და ლიბერალური იდეოლოგიის მთავარი იარაღი არის სწორედ აი ეს გენდერიზმის თეორია და რატომ? იმიტომ რომ აი ხო მე პატარა ახსნა გამარტებას გავაკეთებ თუ რას ნიშნავს აი ეს დამოკიდებულება ლიბერალური იდეოლოგიის ამ თემის მიმართ. ისინი
აი როცა ამ თემას ამუშავდა სხვათა შორის უნდა ითქვას რომ ეს ისე ხელგაყრით კი არ არის დაწერილი, რამაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ, იმიტომ რომ მზაყვარება სწორედ ისეთი უნდა ფორმა მისცე, რომ ადამიანებს დააჯერო ის ესე ადვილად გადაიყვანონ შენ ჭკუაზე. თუ იმას, რა თქმა უნდა, აქვს ქრისტიანული მსოფლმხედველობა, იმას ვერ გადაიყვან, მაგრამ ახალგაზრდები, რომლებიც აი პატარა ასაკიდან მოდიან და ჩვენ ხო ვიცით, რომ სკოლებში ასწავლიდნენ, მერე მაღლეცებში ასწავლიდნენ ამ იდეოლოგიას და ამ იდეოლოგიის ხალხი ზრდიდნენ ასეთ ახალგაზრდებს, ხო? რა ხდება ახლა, რა მდგომარეობაშია ეს ყველაფერი? აი ეს თეორია როგორ არის იცით გაკეთებული? პირდაპირ აღიარებენ ისინი, კი ბიოლოგიურად ორი სქესია, მეტი არ არის კაცი და ქალია და ამაში არც კი გედავებიან, არც კი შემოყვებიან ამ თემაში, რომ არსებობს თუ არა ბიოლოგიურად. კი ამბობენ ბიოლოგიურად არსებობს, მაგრამ ადამიანი არის ინდივიდი. აი საიდან იწყებენ ისინი უკვე ასე თქვა ჩვენ შეცდომაში შეყვანას. ადამიანი ინდივიდია და მას აქვს თავისი წარმოდგენები. მან შეიძლება წარმოიდგინოს თავის თავი სხვადასხვა მდგომარეობაში. ანუ იყოს კაცად დაბადებული და ქალად წარმოიდგინა თავისი თავი და უკვე მას რადგან წარმოდგენილი აქვს ასეთი მდგომარეობა თავისი თავისა, ის ქალია. ამ პირას თქვენ ბრძანებდით აი ეს ცხოველებთან დაკავშირებთ, ხო? შეუძლია ვირათი წარმოიდგინოს თავი, ზაღლად, კატად და ასე შემდეგ. ამისი ნათელი მაგალითიც ხო ნახეთ, არა საქართველოს იმს რომ კატის ხმით კნაოდა ერთ-ერთი ისა რა ქვია ადამიანი ახალგაზრდა. და ამის ვიდეოც აქვს ნანახი, დიახ. და აი ასეთი მეთოდით ცდილობენ რომ დააჯერონ ახალგაზრდებს რომ თქვენ თავისუფლები ხართ, თქვენ არ გჭირდებათ არაფერი სხვა, გარდა იმისა რომ თქვენ როგორ წარმოიდგენთ საკუთარ თავს. აი მთელი არსი ამაში არის რომ აი ამ თავისუფლების ასე ვთქვათ საფუძველით ახერხებენ იმას რომ დააჯერონ იმათ რომ ეს არის სწორი იდეოლოგია, რომ ესე იგი ეს ადამიანზე მორგებული იდეოლოგია და მთავარი მიზანი აქ რაშია იცი მთავარი ყველაზე მთავარი აი ამ მეთოდით გაზრდილი ადამიანები რა თქმა უნდა ღმერთს უარყოფენ. ღმერთი მათთვის აღარ არსებობს. ქრისტიანული მორალი მათთვის აღარ არსებობს და თავისთავად ცხადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით თუ შევხედავთ აი ამ პროცესს ზოგადად ეს არის პირველ რიგში რა თქმა უნდა მართლმადიდებლობასთან ბრძოლა, ქრისტიანობასთან ბრძოლა და ღმერთის ჩამოშორება ადამიანის გონებიდან, ღმერთის მოშორება ადამიანის გონებიდან. იმიტომ რომ როდესაც შენ ღმერთს აღიარებ, შენ გაქვს გარკვეული ვალდებულებები ღვთის წინაშე, ღვთის მოშიშება უნდა ესე ვთქვათ მოქცეს იმისი ძალა და სწორება რომ შენ ასეთ გარყვნილებაში არ ჩავდე და თავი შეიკავო. მეორეს მხრივ როდესაც უფალი ჩვენ გვეუბნება რომ მამაკაცად დედაკაცად შექმნა ღმერთთან ადამიანი ეს დაბადების პირველ მუხში ხო წერია და აკურთხა ღმერთთან მეტყველან აღორძინდი და გამრავლდით, ხო? ესე იგი ფაქტიურად უფლის ნება არის რომ ადამიანები დაოჯახდნენ, ოჯახი შექმნან და ამის საფუძველზე გამრავლდნენ, აღორძინდნენ, გამრავლდნენ ესე იგი. აი ეს თეორია რა ქვია გენდერიზმის თეორია, რომელსაც ლიბერალიზმი კარგად იყენებს, თავის ხერხია, მისი ხერხია, აიძულებს ადამიანს იმისათვის, რომ მან ღმერთის ნება კი არ გაითვალისწინოს, არამედ თავისი სურვილები, თავისი მოთხოვნილებები და აქედან გამომდინარე ადამიანი დააყენოს ღმერთის მაგივრად. აქ უკვე ისეთ პრობლემასთან შევდივართ, რომ ღმერთის ჩამოშორებით ადამიანის აი სატანისტური ეს ანტიქრისტიანული აზროვნების შედეგია, ხო? ადამიანი ღმერთის გარეშე ვერ განხრტოვდება, ჩვენ ხო ვიცით? მის გარეშე ვერ განხრტოვდება და აი სწორედ ანტიქრისტეს უნდა რომ ამ წუთის სოფერში ადამიანი აიყვანოს აი ამ ხარისხში. და თავისთავად ცხადია ეს არის შეუძლებელი, ეს არის დაუშვებელი, იმიტომ რომ განხრტობა მხოლოდ ღმერთს შეუძლია, სხვას არავის არ შეუძლია. და თავს ადამიანი ვერასოდეს ვერ აიყვანს მაქსიმალურად, იმიტომ რომ ცოდვა, რომელიც აი ამ პროცესში ემართება იმას, ასეთი მიმართულებით როცა მიდის, ამ იდეოლოგიით როცა ცხოვრობს, თავისთავად ცხადია ღმერთს ჩამოაშორებს, ისე რომ ის მერე მაგინებელიც გახდება ღმერთის, ეკლესიის დამარბეველიც გახდება და საერთოდ ყოველგვარი ქრისტიანული მორალის მოსმენა მისთვის არის, როგორც აი
დედის გინება. ამიტომ აი ამაში უნდა კარგად გავერკვეთ ჩვენ ჩემო ტყვილო მაყურებელო რომ თავარი ესე ვთქვათ პრობლემა რაც არის ლიბერალურ იდეოლოგიაში ეს არის მათი სურვილი რომ ჩვენ ღმერთი ესე ჩვენგან ღმერთი გააქროთ და ამისთვის იბრძვიან მათი ყველა ეს მოქმედება ეს ერთ-ერთი ხერხია ადამიანის უფლებების დაცვა უმცირესობის დაცვა რელიგიური იყო ხოლმე ადრე და ეხლა საერთოდ აღარ ახსენებენ ეხლა არის სექსუალური უმცირესობების უფლების დაცვა ეს არის მთავარი ესე ვთქვათ რომ ვიღაცა თახვების უფლებები უნდა დაუიცვათ ძაღლების უფლებები უნდა დაუიცვათ ასე შემდეგ და ჩვენ რომ ღმერთი გვიყვარს ჩვენ რომ ღმერთს პატივს ვცემთ რომ ვიცით რომ ღმერთია ჩვენი შემოქმედი და ყოვლისავე ჩვენთვის კეთილის მომტანი ეს უნდა დავივიწყოთ ეს უნდა დაგვავიწყოთ აი ამაშია მთელი პრობლემა ამიტომ გენდერიზმი არის ერთ-ერთი ხერხი იმისა რომ ლიბერალურმა იდეოლოგიამ თავისი მზაკვრული მოქმედება განახორციელოს. კარგი, ჩვენი ქრისტიანებისთვის როგორც მოგახსენეთ ამოსავალი არის ქრისტე, ანუ ქრისტეს სიტყვით. რომ ჩვენი ქრისტიანი იმიტომ გვია, რომ ქრისტეს სიტყვის მიხედვით ცხოვრობთ. ჩვენ აი ნებისმიერ სახის რომელიც არსებობს რელიგიას სინამდვილეში ჩემთვის ერთი რელიგია ეს არის ჩვენი ვარფენური რელიგია მაგრამ ყველა რელიგია როგორც ხარი თქვა რელიგიის სახელწოდებული სხვა მიმდინარეობები ხო ყველას გააჩნია თავისი საზღვრები თავისი ღობეები თავისი წითელი ხაზები რაღაც აკრძალვები აქვს მათ ქრისტიანობაც ასე არის რაღაც ღობე რაღაც წითელი ხაზი ცნებებია ეს მოგცა ცნებები ადამიანის ღმერთმა და ამ ცნებების მიხედვით უნდა იცხოვრო ქრისტემ რაც გითხრა ის შეიძლება რაც გითხრა არ შეიძლება ის არ შეიძლება ეს ამას ნიშნავს იყო ქრისტიანი ქრისტეს სიტყვის მიხედვით თვითონ სიტყვა ლიბერალიზმი ძირითადად ლიბერი ნიშნავს თავისუფლებას ითარგმნება როგორც თავისუფლება ლიბერალიზმი ნიშნავს თავისუფლების იდეოლოგიას ასე ითარგმნება ლიბერტა იტალიურად ნებისმიერ ენაზე ეს არის თავისუფლება მე მინდა კითხვა გამისვათ ჩემო ძვირფასო მსმენელო ლიბერალიზმი თავისუფლება მაგრამ რისგან თავისუფლება ჩემო კარგებო რისგან ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ვიღაც გელაპარაკება თავისუფლებაზე უნდა ჩაეძიო რისგან თავისუფლება და რისთვის თავისუფლება ქრისტიანობაც ასევე თავისუფლებას გვეუბნება აი გამოსვლა ასე ნიშნავს გამოსვლა რისგან გამოსვლა ტყვეობიდან გამოსვლა ნიშნავს პასექი ებრაელების გამოსვლა პასექი ეგვიპტეთა ტყვეობიდან ხოლო ქრისტიანების პასექი ნიშნავს ელშმაკის ტყვეობიდან გამოსვლა ცოდვის ტყვეობიდან გამოსვლა ქრისტესთვის და ქრისტესთან ხოლო ლიბერალიზმი რისგან თავისუფლება ჩემო ძვირფასო ქრისტესგან თავისუფლებაა ლიბერალიზმი და მოხეთ მისი ცენტრი თუ კი ქრისტიანობის ცენტრი არის ქრისტე ლიბერალიზმის ცენტრი არის ადამიანი უმთავრესი ადამიანი შემთხვევით კი არ ამბობენ ისინი ამ ფრაზას ადამიანი მათი სურვილი ადამიანის უფლებები და უფლებები შემთხვევით არ არის ეს იდეოლოგია ლამაზ სიტყვებით მოდის რომ მოგატყუოს და ახეთ ერთი შეხედვით თითქოს არაფერი არ ცუდი ადამიანის უფლებების დაცვაში რისგან ვიცავთ ამ უფლებებს რისგან ღმერთისგან ნახეთ სტერეოტიპები უნდა დავანგრიოთ უამბობენ ლიბერალები ანგრევენ სტერეოტიპებს ეს სტერეოტიპები სინამდვილეში არის ღვთის მიერ დაწესებული წესი და რიგი ქრისტიანული წესრიგი რაც არსებობს ქრისტიანულ საზოგადოებაში ლიბერალიზმი ცდილობს მის დაანგრევას ესეც ბუნებრივია იმიტომ რომ ის ლიბერალია პერიარი ქრისტიანობის ამიტომ ჩვენ ძირფესვიანად სიხნისეულად უნდა გავითავისოთ ჩემო ძვირფასებო რომ ლიბერალი
იზმი არის ქრისტიანობის სადმი მტრობა ერთდროულად ლიბერალიც იყო და ქრისტიანის არის ან არის ეს ვერ ერკვევი მოტყუებული ხარ ან ჩვეულებრივი ფარისეველი ხარ იმიტომ ქრისტიანობა და ლიბერალიზმი შეუთავსებელი ნახე რა ხდება ნებისმიერი სახის იდეოლოგია მოტივირებულია ყველაზე მნიშვნელოვანზე ხვალინდელ დღეზე მოტივირებული ესე იგი ახალგაზრდობაზე ბავშვებზე და არ არის შემთხვევით რომ ლიბერალური სწავლება დანერგილია ბაღებში და სკოლებში შემთხვევით არ არის რომ წლების განმავლობაში და ათეული წლების განმავლობაში გრანტები მოდიოდა დასავლეთიდან იმისთვის და პედაგოგები ძირითადად მიაქციეთ ყურადღება ჩემო ქართველებო პედაგოგებზე მოდიოდა გრანტები ძირითადად გრანტები 80% დაახლოებით ხო შეიძლება მეტიც პედაგოგებზე ანუ განათლების სისტემაში მომუშავე პერსონალიებზე იყო გათვლილი გრანტები მაგრამ გრანტების აბსოლუტურ უმრავლესობაში წერია მოთხოვნა რომ გრანტს იგებ ერთ-ერთი მოთხოვნა შენ უნდა იყო ლგბტ ტოლერანტი და შენ ბავშვებს შესაბამისად უნდა ასწავლო უნდა თავუნერგო ლგბტ ტოლერანტობა ეს შემთხვევითი კი არ არის ამაში ფული რო იხთიან ფულს იმიტომ რომ ლიბერალური აზროვნება დაზარდულ მომავალი თაობა დაზარდეს კიდეც შემთხვევითი არ არის ამ ხელისუფლება რომ იყო ეგრეთ წოდებული ბავშვთა უფლებების კანონი რომ ასწავლიან ბავშვის თავისუფლება უფლებები ბავშვის უფლებები და ასე შემდგომ შემთხვევითი არ არის ეს არის მიზანმიმართული მტრობა ქრისტიანობისადმი და მიზანმიმართული მტრობა ჩვენი შვილებისადმი ჩვენ ეს უნდა გავითავისოთ ეს საფრთხის წინაშე დგავარ და უბრალოდ ჩვენ ამ საფრთხის წინაშე დგავარ ჩვენ ამ საფრთხეში უკვე ვიხარშებით მალე გადავშენდები გადაგვარდები აი ბავშვები დაიზარდნენ უმრავლესობა რო დაელაპარაკები მე ამის უფლება მაქვს იმის უფლება უკვე ამას გეკინებენ სინამდვილეში ამას ასე დაზარდა ქართულმა ოცნებამ ეს ბავშვები და ნახეთ ეუბნებიან რას აი სკოლები უნივერსიტეტები გაივსო გეი აქტივისტებით უნივერსიტეტები სავსე არის სტუდენტებმა რომ იციან რომ ის არის გეი და ლესბოსელი იციან ეს იცნობენ უკვე და პროპაგანდაზე არ ლაპარაკი უნივერსიტეტა ეს კოლექტივის ანუ პროფესორ მასწავლებელთა უმრავლესობა ლიბერალია ლგბტ აქტივისტია ასეთი კატასტროფული მდგომარეობა სკოლებში რატომ იმიტომ რომ ათეული წლების განმავლობაში გრანტებით იყიდეს ეს ხალხი ჩვენ ეს უნდა გავითავისოთ კატასტროფა ქვეყანაში ჩვენი შვილებს გააჩენ და უნდა მიაბარო ვის უნდა მიაბარო იმ დაწესებულებას რომელ დაწესებულებაშიდან რომ დაამთავრებს გამოიყვანებენ მშობლების მტერს ზრდია შვილებს მშობლების მტრად მიაქციეთ ყურადღება და ამას ვიღაცა კი არ აკეთებს კაცო ამას ბოსური უცხოელი ამას აკეთებს ეს ხელისუფლება ბოლო 12 წელიწადია ქართული ოცნება და ჩვენ ვისაც გვიყვარს ჩვენი შვილები როგორმე უნდა მოუახერხოთ იმ პოლიტიკური ზალის ხელისუფლებაში მოყვანა რომელიც არის ჩვენიანი ეს უნდა მოუახერხოთ სხვა შემთხვევაში ქვეყანა აღარ იარსებებს სხვა შემთხვევაში ჩვენ ევროპაში კი არ შევართ აქ შემოვლენ პაკისტანელები და ირანიზაცია არაბეთი და პაკისტანი ეს უკვე მიდის ეგ პროცესი უკვე დაწყებულია მეთქი აგერ დღეს ვიდეოს უყურებ ჩვენ ყველა ეს პროცესი ქართველები აღარ არიან აქეთ უკვე ქართველი აი ჩემ ბავშვობაში ჩემ ბიჭობაში უამრავი ახალგაზრდა ვიყავით სოფელში დღეს რომ რამე რაღაცა ფეხი მოგეკიდა სადმე მორი დაგეცეს რამდენიც კიდე იყვირე მამაო სოფელში მორის ამწევი არ გყავს ახლო მახლო აღარ არის უკვე სოფელში ახალგაზრდობა კატასტროფა არის უკვე და უკვე ქალაქებშიდაც აღარ არის უკვე ხალხი
მივიხედო დედალოს ქართველები გულისხმობ. გაისო კორპუსები უცხოელები, კაცო. მოიხედეთ რა ბოლო. გავიგეროთ ბინა, მანქანა, სამსახური, მიდი მოდიხარ, მეტი არ გაწუხებთ არაფერი, ახლა ვისაც ეკუთვნის იმას მეუბნები. ხანდახან სადარბაზოში და შეიხედეთ, კაცო. ხანდახან დაინახე სადარბაზოს იბლივ ნარკოტიკებს მითრო გიწამლავენ შვილებს ბიჭო. ხანდახან დაინახეთ ეგი რა დალოცვილი. ეს ამას ვინმე სხვა კი არ აკეთებს ვიფასებო. ამა ყველა ამ უბედურებაში ქართული ოცნება ფულს აკეთებს. ეს ხელისუფლება კაცო ამაში. ნარკოტიკებით ფულს აკეთებენ, კაზინოებით ფულს აკეთებენ, ღამის კლუბებით ფულს აკეთებენ. რა ეს თავრობა რა ის შემცვლელია რამესი კაცო. გამორიცხულია ეს. ეგენი ამა ფულს აკეთებენ, მაგათ ინტერესში შედის ეს უბედურებები გვარცაობდეთ. მეტი პაკისტანელი ვინ გაუხსნა, ვინ მისცა რაკია უვიზობი მოსვლა პაკისტანს. რავი ევროპული ქვეყანაა? თუ რასთან რა მიმიცა? რაც უფრო მეტი პაკისტანელი შემოვა, მით უფრო მეტი ბიზნესი იქნება, ბიზნეს ატყობს ეს და მეტი ბინას იყიდიან. ისინი ბინის ბუბი რო არის, ვიყიდულო ბინებს უმრავლესო. ახსოვთ თემას გადაუხარ. ბავშვს ეუბნებიან, ასწავლიან, დია, დაუბრუნდებით თემას. შენ უფლებაგად როგორად წარმოვიდგენია თავი ის იყო, მაგრამ იყავი რაც გინდა ცხენი იყავი, გინდა ზაღლი და იხეფე ქუჩაში. თუ მიყიხარი გამოა გოგოთ. მე არ ვიცი, გონია ამ ესეთ ინფორმაცია მაქვს ბაღებში, არის ბაღები უკვე საერთო ტუალეტში დაყავ ბიკინები და გოგო, შემოიყვეს უკვე ბაღებში რაცო. არ ვიცი რა, რამდენად მართალია, მაგრამ არ იქნება ეს, გასაკვირი არ არის. გასაკვირი არ არის, არ ვიცი. ფაქტი არ არის. ლაპარაკობიდან ყველაფერი სიბიძურია მოსალოდნელი, კაცო. სანამ ჩვენ ღირსება არ დამიბრუნდება ქართველებს და სანამ ჩვენ ვინცა ვარ დარჩენილი თუ არა საღადა ქართველი, მამაო, ქართული სულის ვამო, ვინცა ვარ დარჩენილი სანამ არ დამიბრუნდება ღირსება. ჩვენ რა გავხრეგეთ რა და უბრალოდ ხანდახან ფიქრობ ხოლმე, საერთოდ ჩვენ ამდენი ხანია სახელმწიფო რატო გვაქვს? ვიმსახურებ კი სახელმწიფო რო უნდა შენი? ამი კითხვაზე ვიმსახურებ? გადაგიშებული ვარ უკვე, რას ვეგუებით? აი, რას ვჭამთ, რას ვეგუებით და რასთან გვაქვს თანაცხოვრება? შვილებს ვიღუპავენ და კაშეგებულის რეჟიმში ვარ, კაცო. გადაგიშებათება შვილის დამომავლად და აუგზოს ოცნებაშო, დიდია პატარაია, ოცნების ხებადებაში არის, კაცო, არ ვიცი. რაც გინდათ ის იყავეთო, შვილებს ეუბნებათ, გინდათ ზაღლი იყავიო, ბიჭი თუ ქალი იყავი, პასპორტი ჩაგიწერთო, კაცო. შეიცვალა ოცნება, ვისაც ჯერათ რა, ოცნების შერჩმით. მოდით რა ექიმს გაესინჯე, კაცო, აქ ფულს აკეთებ და ნაძილალა. გაფინანსებ და მიტოლაპარაკო მაგას. ხანი იოტი ხარ ვერახა ჯამთელი და ექიმს უნდა გაესინჯე, კაცო პრობლემაა რამგვარად. ოცნება შეიცვალა, რას ოცნება შეიცვალა? ის ვერ გაურკვევია, კაცო, სქესი და გენდერი ერთმანეთისგან და დარბიან მიკროფონებით, მამაო. აი რა, რადონის სასაცილოები არიან. ისინი ხო ვერ პასუხობენ, ისინი ხო არ ვიცი რა, არ ვიცი. შთათაშორის ვარამი ამ კარგად უპასუხა. სქესი ორია და გენდერი ძალიან ბევრია. გარკვევით უპასუხა ესე რა კითხვას ვამე თვითონაც არ იცია. რატო ვერ ამბობენ გენდერს ვამი იცი? კი იცი, მაგრამ უბრალოდ კითხავ. რიტორიკული კანონები თვითონ ვიღო, თვითონ ჩაწერეს, მამაო. გენდერი თვითონ ჩაწერეს. გენდერი უწერია, კაცო და ტრამპა გენდერი გააუგო. გენდერული ორი გენდერი პოლიცია არსებობს ბოლოს და ბოლოს. ვეღარ გებულობენ, რა გააუგო, შედალოცილო, თუ მართლა შეიცვალება, რაში შემცვლელი ხარ, საკუთარ ჯიბეს ხوار გაათხელებ რა. გარეგულად შეიძლება რაღაცები გააკეთონ, დეკლარაციები გააკეთონ, მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ, რომ ეს კონსერვატიული ცვლილება ასე არ ხდება. კონსერვატიული იდეოლოგია, ვიცით როგორ არის, აი კონსერვატიული იდეოლოგია ნიშნავს, რომ შენ სული და ხორცით ხარ ქრისტიანი, შენ ხარ ქრისტეს ეკლესიის წევრი,
შეხარ ამ მორალისა და ღირებულების დამცველი და მაშინ ხდები კონსერვატორი. ისე კი არა დაუშვათ რომ აი ქარმა წამოუბერა და კარგი ის არის რა ქვია ეხლა აი ტრენდში შემოვიდა კონსერვატორობა და კაია კონსერვატორობა და ხალხი დამიჭერს ხარს და ამის გამო გახდებ კონსერვატორი. კონსერვატორობა არ არის იმიტომ რომ თუ შენ არ ცხოვრობ ეკლესიურად, თუ არ ცხოვრობ ეკლესიური კანონებით და აზროვნება არ აქვს, ქრისტიანული მართლმადიდებლური აზროვნება არ აქვს, ვერ გახდები ვერანაირად კაცო. ეგ არის ისიც როგორ არის. ეს არის ფილოსოფიური მოცემულობა. კოკასაში რაც ადგას იგივე წამოსდიდებისო, ნათქვამია. ეს ხალხური სიტყვებით და ფილოსოფიურად რომ თქვათ და ფილოსოფიური მიდგომით, ადამიანის აზროვნება როგორც არის ჩამოყალიბებული, ის აზროვნება განსაზღვრავს მის მოქმედებას. მიზეზშედეგობრივი კავშირები მაგით იმყარდება. როდესაც შენ გაქვს შინაგანად განწყობილება ისეთი რომ შენთვის მთავარი ღმერთი არის ფული და ფულის შოვნაა მთავარი, რა თქმა უნდა ცხადია 2x2 4-ია, შენ იმ ასე ვთქვათ, მოიდგებ ყველა იმ ტრენდს, რომელიც მომგებიანია, იმას ბიზნესის კანონია რაც. ბიზნესს აქვს ასეთი კანონი. რაც კარგი არის შენი ბიზნესისათვის, ის უნდა გააკეთო. როცა ქვეყნის ცხოვრებაზეა ლაპარაკი და შენი ერის მომავალზეა ლაპარაკი და შენი ქვეყნის მომავალზეა ლაპარაკი, იქ უნდა შენ სიყვარულით უნდა აკეთებდი ამას და შენი შინაგანი რწმენით უნდა აკეთებდი ამას და არა რაღაცა ესე ვთქვათ მოსული მოვლენებით. ამიტომ გვინდა თუ არ გვინდა ეხლა ამდენი ხანი გავიდა, ხო, ეხლა სულ იმაზეა ლაპარაკი ესენი გამოდიან ჩვენ ამათ გავაუქმებთ, ასე ვიზავთ, ისე ვიზავთ, სულ ამაზე მიდის ლაპარაკი, ხო? და რაც ყველაზე მთავარია და რაც ყველაზე გვეწვის ეხლა ამ წუთში, აი თქვენ ბრძანებით, რომ დაიცალაო სოფლებიო. რატომ დაიცალა სოფლები, მამო? რატომ დაიცალა? კითხვა ხო უნდა დავსვა და პასუხი გავცეთ. იმიტომ დაიცალა სოფლები, რომ აქ ადამიანებს არ აქვს იმის საშუალება, რომ სოციალურად ისეთი პირობები შეექმნათ, შრომის უფლებები შეექმნათ იმისთანა, რომ ღირსეულად თავისი ოჯახები შეინახოთ. მიზან მიმართულია ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი მიზან მიმართული. რატო შემოყავთ ის რა ქვია პაკისტანელები? იმიტომ რომ ქართველი მოითხოვს დაუშვათ იმ აი ვოლტები და ისინი რო არის ახლა დაატარებენ, ხო? ქართული ლაპარაკი არიციან, მოდიან და მუნჯურად ხელებით გელაპარაკებიან რაღაცას რო გამოიცა. პაკისტანელები მუშაობდნენ სულ, მუშაობენ მაგას. ტაქსისტები მუშაობენ უკვე პაკისტანელები. და ასე შემდეგ აი ისეთი სფეროები დაიკავეს, სადაც ქართველმა შეიძლება უთხრას მე ოჯახი ყავს კაცო და მე ახლა 300 და 400 ლარი არ მეყოფა და 500 ლარი. ახლა ბიზნეს აინტერესებს, რაც ნაკლებად დახარჯავს, მეტი მოგება ექნება თავისთავად ცხადია. აქედან გამომდინარე ესე რომ მივუდგეთ ჩვენ კაცო ბიზნესის კუთხით, მაშინ სულ უნდა დაიცალოს საქართველოს და წავიდნენ ყველანი და შემოვიყვანოთ მაშინ ეს ჩინელები, შემოვიყვანოთ აფრიკელები, პაკისტანელები და გადავარქვათ სახელი მაშინ აღარ უნდა საქართველოს აღარ იქნება ეს. დავარქვათ რაღაცა ჯუსტანბერი თუ რაღაცა ჯანდაბა. ხო და ასე რომ აი თავარი მიზეზი რაც არის, ეს არის ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მართავს ქვეყანას, უნდა ქონდეს ქვეყნის სიყვარული და აქედან გამომდინარე აუცილებლად უნდა ქონდეს მართლმადიდებლური ქრისტიანული მრწამსი. თუ ეს არ ექნება, ყველაფერი არის ამოებად. იქნება ლაპარაკი, იქნება გამოსვლები, იტყვიან ამას, იტყვიან იმას, ზოგს მოეწონება და მერე ვიღაცა ახლა ჩვენ შეიძლება გვისმენს ოცნების ხარდამჭერი და ახლა დაიწყებენ ეს მამაოები, კაცო რაღაცა ხალხო ხედავენ როგორი ცუდი მდგომარეობა არის, კბილით იჭერენ იმას, რა ქვია, ქვეყანას მშვიდობას ინარჩუნებენ და ასე შემდეგ და რატო არ ყევენ ამ ნავს, რატო იმაშვებიან, უტევენ ასე. კაცო ჩვენ იმიტომ კი არ ვლაპარაკობთ ამას, რომ ჩვენ ვიღაცა გვეჯავრება პიროვნულად. ლაპარაკობთ რომ ხედავთ რომ ქვეყანა იუპება და დაუღის გზისკენ მიდის და ამიტომ ეს გვაწუხებს ჩვენი შვილების და ჩვენ შვილზე კი არ არის მარტო ლაპარაკი და მამა სპირიდონის შვილზე კი არ არის ლაპარაკი. ყველა ჩვენ შვილებად მიგვაჩნია ის ახალგაზრდები, ვინც არიან, ვინც იბადებიან დედა ამ ჩვენს დალოცულ ქვეყანაში. ყველა ჩვენი შვილები არიან და ისინი გვტკივა და ამიტომ არის რომ ასე ლაპარაკობ და ასეთი გულისტკივილი გაგვაჩნია. თორე იმიტომ კი არა რომ რაღაცა კაპრიზები გვაქვს, ახლა მე და მამა სპირიდონს რომ დავდგეთ და აქ რაღაცა ვიღაცა ვაკრიტიკოთ და რაღაცა ვილაპარაკოთ ამ თემაზე. გული რო გვტკივა, იმიტომ
ვლაპარაკობთ. ჩვენ რო ხედავთ ამ და ეს დარღვევას და დაქცევას ქვეყნისას, ესაა ჩვენი პრობლემა. ამიტომ არის რომ ესე გულისტკივილით გელაპარაკებით და თუ კაც სიტყვასაც ვამბობ და ვაკრიტიკებთ, არა იმიტომ კი არ ვაკრიტიკებთ, რომ რაღაცა აკვიატებული აზრები გვაქვს და რაღაც ის გვინდა, რა ქვია, გაფუჭება გვინდა. ასე მეც გამეხარდება და მამას პირიდანაც და ყველა სასულიერო პირსაც და ყველა კეთილ ადამიანს, ვინც არის ჩვენს ქვეყანაში პატრიოტი ადამიანი, რომ ხორციელდებოდეს მართლაც რაღაცა ისეთი ნაბიჯები იდგმებოდეს, რომ აი ეს ნარკოტიკებში არ იხჩობოდეს ჩვენი ახალგაზრდობა, რომ ისეთი პირობები შეიქმნას საქართველოში, რომ დასაქმდეს სახელმწიფო უამრავ მილიონებს და მილიარდს ხარჯავს რაღაცა ესე თქვა მივლინებებში, წასვლა, წამოსვლა ამ ევროპაში რომ მიდიან და მოდიან და რაღაცა რა მიქონდა, რა მოხონდაო, ნათქვამია, ხო? აი იმდენი თანხები იხარჯება, აშენდებოდა ერთი კარგი ქარხანა, სადაც თუნდაც 1000 კაცს დაასაქმებდნენ, ხო და ნორმალური ხელფასი მიეცემდა. აშენდებოდა რაღაცა ფაბრიკა. ერთი პერიოდი ჩვენ განთქმული ვიყავით მთელი ასე ვთქვათ იმ ტერიტორიაზე, რასაც ერქვა იმ კავშირები, ხო? მე იმ კავშირებს კი არ მივიტირი კაც. განთქმული იყო ჩვენი საფეიქრო მრეწველობით. უამრავი რაღაცა იკერებოდა და მიდიოდა და შემოსავალი ჰქონდა ხალხს. ყოლმეურნეობები და ეს რო იყო მეურნეობები რო იყო, მუშაობდა ხალხი დასაქმებული იყო. ერთი გაიარეთ თქვენ ქართლის მიწები რა მდგომარეობაშია. აი წეროვანთან რო გადიხართ, იქ არის საოცარი ნიადაგები, რომელზეც მოდიოდა უნიკალური ჯიში ურძნის, რომელსაც ჩინებული ქვია სინამდვილეში, მაგრამ ჩინურს ეძახდნენ და უბრალოდ შეეცვალა სახელი, რომელიც იყო ყველაზე საუკეთესო მისგან დაყენებული იყო საუკეთესო თვისებების. ის მიწები რო ნახოთ რა მდგომარეობაში და გლეხებს დაურიგეს ესე თქვა 1000 კვადრატული 2000 ზოგს 5000 შეხვდა და რა ქნას იმ გლეხმა არც სახელმწიფო დაეხმა რაფერში, არც ესე თქვა ტრაქტორი არ აქვს, საწვავის ფული არ აქვს, არაფერი არ აქვს და მარტო მიწით რას უნდა გახდეს რა. ვერაფერს ვერ აკეთებს. კარგი გამოიყვანა ის არა ქვია, დაუშვათ ხორბალი ან რაღაცა ის ყურძენი მოიყვანა. რა ის ყურძენი? სახელმწიფო ერევა ამ საკითხებში არ ერევა. ის ხორბალი რომ მოიყვანა სახელმწიფო ერევა ამ საქმეებში არ ერევა. ესე იგი გამოდის რომ იმ გლეხის შრომა არის ფუჭი და მას არ აქვს იმდენი შემოსავალი ოჯახი შეინახოს. ეს მიზეზები ყველაფერი გროვდება მე საბოლოოდ და მე კაცო იფიქრე რა გავაკეთო ადგა და ის თავისი მიწა გაყიდა. და გაყიდული არის მამაო თქვენ რომ ნახოთ იქ იმ მიწებზე ესე იგი ახსნილი 1000 გვარი საწარმოები, თეგეტები, რაღაცეები, უამრავი ესეთი ისა რომელიც ფაქტიურად სასოფლო სამეურნეო მიწა არის განადგურებული და გაუბედურებული. და ის ვიღა დათმობს იმას. და ფაქტიურად ჩათვალეთ რომ ის სოფელი მკვდარიაო. და აქედან გამომდინარე ახალგაზრდები რო ვერ ხედავენ პერსპექტივას, ვეღარ ხედავენ რაღაცა რა გააკეთონ, როგორ მოიქცნენ, არა, არის ეს დინება ამ უცხოეთისკენ. რო იქ რო ჩავლენ შავმუშავთ, იმუშავენ, მაგრამ რაღაცა ორკაპიკს აიღებენ ისეთსაც რომ შეიძლება აქ გაჭირებულ თავის შობელს მიაწოდონ, ან ვიღაცა ნათესავს მიაწოდონ, თავისი ოჯახის წევრებს მიაწოდონ. აი ეს არის სუნთელი ამ ყველაფრის ესე თქვა მიზე თავი და ბოლო. აი როცა სახელმწიფო მიუდგება თავის ქვეყანაზე, თავის ერს და გულისტკივილით და სიყვარულით, ის დაფიქრდება იმაზე, რომ ის გლეხი, რომელიც მუშაობს მიწაზე, შენიერი შვილია, შენი ქვეყნის შვილია, შენი სახელმწიფოს წევრია. მოდი ის რაღაცა თანხები, ბიუჯეტი რო არის, ისე გადაანაწილე, რომ იმასაც შეუქმნი პირობები, რომ იმან დათესოს, მოიყვანოს, მერე მიიღე ის ჩაიბარე კაცო და გადაუხადე ისე, რომ იმ კაცს საფიქრებელი არ აყოდეს, რომ ზამთარში ესე თქვა სიცივეში არ მოკვდეს და საჭმელი და პურის ის ხოდეს საშუალება. ამიტომ აი ეს პროცესები რომ მიდის საბოლოო ჯამში მივდივართ და აი ამ დაცლამდე, დემოგრაფიულ პრობლემამდე მივდივართ. და სწორედ დღეს რომ შევხედოთ მამო როგორი სიტუაცია, ხო? NGO-ები და მათი ეს დასაქმებული ხალხი ცხოვრობს ძალიან მდიდრად და მშრომელი ხალხი, გლეხი ხალხი არის დაჩაგრული ყველანაირად. აქედან გამომდინარე, თუ უნდა მართლა რაღაცის გაკეთება ხელისუფლებას, პირველი ნაბიჯები რომ შენ
შენ ხალხს შეუქმენი ისეთი პირობები, რომ იმას არ კონდეს გასაქცევად საქმე. უგვარე სოციალური პირობები და თავისთავად ცხადია, ეხლა აქ ჩვენ როდესაც თემა კი მართალია გენდერებისა და იმის შესახებ ხონა რა ქვია, მაგრამ ჩვენი აზრით და ჩვენი გონებით მივდივართ იმ საკითხებამდე, რომ ეს მხოლოდ გარეგნულად არის ამაზე ლაპარაკი და გარეგნულად არის ამ პრობლემების განხილვა და რა ვიცი ტელევიზიით ლაპარაკი ამ თემებზე. და კანონი არ არსებობს ისეთი მამაო სამწუხარო 12 წელია და იმ წინა ხელისუფლებას არ მიუღია არაფერი ხალხისთვის სასარგებლო. არც ახლა არ მიუღიათ სამწუხარო. არაფერი კანონი არ არის ხალხის სასარგებლო. რომ კაცმა ამოისუნთქოს და რაღაცა გააკეთოს, რაღაცა შექმნას და ქვეყანამ რაღაცა შექმნას კაცო. მარტო ბიზნესი და მარტო ის ხო არ არის რა ქვია ვიღაცის ბობოლა ხალხის მოგება. კი ბატონო ისიც იყოს, მაგრამ მოდი ხალხსაც ვიფიქროთ არა. და ისეთი პირობები შეუქმნათ, რომ მათ არ ქონდეთ აი ესეთი საშინელი სოციალური თუ ეკონომიური პირობები. მაღალ ერთი კომენტარს შევეხმიანი. თქვენი პრევლი წერს კომენტარს, რომ წერს, რომ კარგი მოსავალი მოვიდა კახეთში ყურძნის ძილის გაყიდეს კაპიკებში რომ არ გადაეყარათო. არც ერთი ქარხანა აღარ იბარებდა, რაც პირდებოდა იგი ჩავიბარეთო და რა ქარს გლეხმო. მართალი არის კი, მაგრამ პრობლემა ისი რა არის? ამ გლეხმა აჩვენები რომ მოვიდა ხმა ვისმის. აი აქ უკვე მეორე პრობლემა მოდის, მაგაზია საქმე, მაგაზე. და გლობალურად ჩააყენა, იმან კომიცა ხმა. და ეს პრობლემა გამოსწორდება. შეიძლება კონკრეტულად ვინც იგულისხმა ახლა ჩვენმა ბრევმა კითხვის გამსვლება კონკრეტულად იმ ოჯახმა კი ნორმალურად მიცახმა, მაგრამ მთლიანობაში ვის მიცახმა გორელმა გლეხმა, რომელსაც ვაშლი უწება. ვის მიცახმა კახელმა გლეხმა, შეიძლება კაცო ვინც სადმედავი გვარამიას პარტიას კახეთში პირველ ადგილზე გასულიყო ოცნების მერე შეიძლება ეს მოხდიყო. საშინელება. ეს არ გამოსწორდება სიტუაცია, ასე იქნება. აი ჩვენ გავითვალისწინოთ, რომ ეს ამდენი გენდერია და ამდენი გენდერია და ამდენი ადამიანის უფლებები, ეს ამას ქართული ოცნება აკეთებდა ამას. ვინმე სხვა კი არა. ბაია პატარაია გაარდლების სამინისტროში წამყვანი პოზიცია ეტირა ვის ხელში? ბოლო 12 წელიწადი ვისი მმართველობის ხელში ეტირა ბაია პატარაიას წამყვანი პოზიცია გაარდლების სამინისტროში. ქართული ოცნების ხელში ხომ არა? ქართული ოცნების ხელში ხომ არ გაივსო უნივერსიტეტები გენდერ გაუკვეველი პროფესორ მასწავლებლები, თვითონ ველა გარკვეული ამდენი გენდერია სამყაროში. ქართული ოცნების ხელში ხო არ ხდება ეს? და რატო ხდება ეს, რომ ის ფრაზა თქვენ სახსე და ხშირად იმეორებენ, ნუ არკევთ ნავს. აი რატო ხდება ეს? ქართულმა ოცნებამ შექმნა ესეთი სისტემა, სადაც ნახეთ ნარკოტიკებით გულს აკეთებს არანაირი პრობლემა არ არის. ნარკოტიკების ამ რიგად ვაჭრობის აკრძალვა არ არის პრობლემა, მით უმეტეს ბავშვები რო არიან უკვე განარკომანებულები, მაგ პრობლემების მოგვარება პრობლემა არ არის, რომ მოინდომოს რა თქმა უნდა, მაგრამ გულს აკეთებს. კაზინოებით და ონლაინ თამაშებით ხელისუფლება გულს აკეთებს, ღამის კლუბებით გულს აკეთებს. სხვადასხვა გამყიდველური გადაწყვეტილებებით პაკისტანელებს რომ უიზომის აქაც ფული არის გაკეთებული, დარწმუნებული ვარ და ყველანაირად აკეთებს ფულს. და როდესაც ჩვენ რაღაცას ვამბობ, მოგიბრუნდებიან და გვეუბნებიან, იგი თან ყავთ ამონია, უაყავთ. ეგრეთ წოდებული მიშა და ნაცები დაიგერი, ნუ არყევთ ბიჭო ნავს, იგინი დაბრუნდებიან სინამდვილეში შემოკარტველებო. ეგენი არის ერთხელ უბრალოდ ძალაუფლებას ვერ იყოფენ, ვინ უნდა იჯდეს ზედა სკამზე. მაგისთვის დაუპირდვა ბიზნესებში პრობლემები არა აქვს, მაგრამ
ქართველი ხალხის გაუბედურებაში და ზარცვაში ამ ძალებს, პოლიტიკურ ძალებს ერიდას პრობლემა ერთმანეთთან არ აქვს. და სინამდვილეში ნავს თუ არ ყევ ამობენ, იმიტომ რომ ხელს ნუ გვიშლი ძმაო ფულის კეთებაში. ამას ნიშნავს ეს. ამიტომ ამობენ ამას თუ არა, სხვა მიზეზი კი არაფერია. სხვა მიზეზი კი არ არის, აბა მეტი არაფერი. მერტვა მოგცეს, აი, ამ თქვა, მერტვა მოგცეს ჩვენ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ღირსების განცდა. არა გვაქვს, არა გვაქვს, არაფერი მამი, ჩვენ ახლა დიახ, ჩვენ რა თქმა უნდა მასის ფონი იქნებოდეს. შეიძლება და თან იმხსეთ ხელისუფლებას და ისეთ პოლიტიკურ ძალების გვერდით იდგეს, რომლებსაც ვერ გაუკვევიათ რამდენი გენდერია ქვეყანაში, სამთავროში. ასეთი პოლიტიკური ძალების გვერდით როდ გახარ, რომელი ღირსებაზე შეიძლება მელაპარაკო. დიახ. მამი, ხო, ბოდიში რომ ესე ვთქვათ, მინდოდა ამ თემაზეც ორი სიტყვა მეთქვა ახლა, რადგან ამ თემაზე გვაქვს ჩვენ საუბარი. ძირითად ლიბერალური იდეოლოგიის პრობლემებზე, ხო? აი მე მაინტერესებს ერთი კითხვა უნდა დაუსვა იმ ხალხს, ვინც 200 ლარის გამო, 300 ლარის გამო მხარი დაუჭირეს აი ამ ლიბერალური იდეოლოგიის ისე ვთქვათ მოქმედებს, ხო? ხო ხედავთ არა ჩვენ ფაქტია ჯიუტი რაღაც 40%-ზე მეტი თითქმის აიღეს ამ ლიბერალურმა ძალებმა რა. ნუ ახლა იმაზე ვლაპარაკობ ოცნებამ როგორ მოახერხა ყველაფერი და მაგაზეც ვიტყვი მე უბრალოდ ვლაპარაკობ რომ აი გვარამია რომელიც იცი რომ არის ესე ვთქვათ აი ამ გენდერია რომელსაც შეცვლილია ეს გენდერი ხო ფაქტიურად ის არის თავის თავს არ ვიცი რა თulis ახლა რა იმ თავის იმაში ჩემი საქმე არ არის მიხედოს თავის საქმეს მაგრამ ყველამ ხო ვიცით ვინ არის ეს პიროვნება ხაზარაძე ხო ვიცით ვინ არის ეს პიროვნება რომ გაყოლიფა და გაუბედურა ხალხი და ბინის გარეშე დატოვა 200 ლარად როგორ უნდა გაიყიდო ისე რომ შენი ქვეყანა არ გიყვარდეს და შენი სამშობლო არ გიყვარდეს შენი შვილები არ გიყვარდეს რომელსაც მომოვალს უკლავ კაც როგორ შეიძლება რომ აი ესე გაიყიდო და ფულის გულისთვის გააკეთო ასეთი რაღაცა მე მესმის რომ შეგიქნეს ეგ პირობები რომ თქვენ ღარიბები იყო თქვენ არაფერი არ გქონდეთ საშუალება ცხოვრების და არ გქონდეთ იმისი გაქანება რომ აი ის 200 ლარი შეიძლება რაღაცას ნიშნავს თქვენთვის მაგრამ ხო ცოტა წინ უნდა გავიხედოთ აი ხო უნდა დავინახოთ რა ხდება გინდათ რომ თქვენი შვილები მე საბოლოო ჯამში რომ ერთმა დავიფაროს მაგისგან რომ ლიბერალურმა იდეოლოგიამ გაიმარჯვოს საბოლოოდ ჩვენ ქვეყანაში თორე მე უკვე კი არ იმას კი არ გეტყვიან რომ შენ როგორ თვლი შენ თავს რას გრძნობ შენ თავში ხალი ხარ თუ კაცია ხარ თუ რაზე ასე შემდეგ არამედ ამას გაიკეთებენ პირდაპირ ყოველგვარი იმის გარეშე ხო იყო ამერიკაში შტატებში იყო ასეთი კანონი ზოგიერთ შტატში დღეს ძალიან ის ლიბერალი შტატები რომ ბავშვებს პატარა ბიჭებს ესე იგი მაპატიეთ ახლა სიტყვი აჭრდნენ სასქესო ორგანოებს და ძალდატანებით ხდიდნენ იმათ ესე იგი ჰორმონებს ასრულებდნენ თვით აი ილონ მასკმა მოყვა თავის შვილის შესახებ ასეთი ის დამისვესო რომ თქვენიო შვილო შეიძლება თვითმკვლელობი დაამთავროსო თავისი სიცოცხლეო თუ თქვენ ამის უფლებას არ მისცემთ და შეუცვალეს სქესი იმ პატარა ბავშვს და ახლა ძალიან განიცდის ამაზე არის ძალიან დამძიმებული ეს იმიტომ თქვი განა იმიტომ კი არ ვამბობ ამას რომ რაღაცა ესე არ უბრალოდ ეს გავრცელდა მთელ სოფლიოში და ყველამ ნახა ყველა ადამიანმა ნახა ეს მისი საუბარი ასე რომ ესეთი რაღაცა ჩვენთანაც მოხდება და ამიტომ 200 ლარად ყიდით თქვენ მომავალს თქვენი შვილების მომავალს ამაზე უნდა დავფიქრდეთ ხალხო ჯობია ერთხელ გავიჭირო და შავი პური მოვიტეხო და ის შევჭამოთ ყველას ეხება ეს აბსოლუტურად ან მივიდეთ ვიღაცასთან და კეთილ ადამიანთან და დაგვეხმარება ახლა ისი არ არის სიტუაცია რომ მაინც გვაქვს ამ ჩვენ ქართველებს რაღაცა თანაგრძნობის განცდა ერთმანეთის მიმართ და გაჭირებულ ადამიანს რო ხედავთ ეკლესიაში რამდენი გაჭირებული მოდის და ყველას რაღაცით ვცდილობთ რომ დავეხმაროთ ლუკმაპური მივაწოდოთ რაღაცა ასე ვთქვათ ცოტა თანხა მივცეთ იმისათვის რომ რაღაც კომუნალური გადაიხადონ და ასე შემდეგ ეს უნდა სახელმწიფომ შეასრულოს
და სახელმწიფომ გააკეთოს ისე რომ ასეთ მდგომარეობაში არ იყოს ესეთი ადამიანი, მაგრამ თუ კი მიზან მიმართულად აღარიბებენ ხალხს, ის სამართავად ადვილია. მე ის 200 ლარი იმ ადამიანისთვის რაღაცას წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ უნდა გარდატეხა მოახდინოთ, ჩემო კარგებო. ყველამ უნდა ვიფიქროთ ამაზე აუცილებლად, რომ ნუ გავყიდით ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მომავალს 200 ლარა და 300 ლარა, გინა 500 იყოს. ის 500 ლარი ჩვენ დაგვეხარჯება ერთ თვეში, ორ თვეში და დამთავრდება ამით ის თანხა. მე რას ვფიქრობთ? მე რა იქნება? როგორ უნდა ვიცხოვროთ ამნაირ ქვეყანაში? აი ეს პაკისტანელები რომ მოვლენ და მე მაპატიეთ და გაგიუპატიურებენ შვილებს და მე რომ ვიღაცა ესე თქვა და იმას ჭიხაც მოგიწყობს და რაღაცა უბედურებას, აი მე გვია იქნება ამაზე ფიქრი. და როცა ჩვენ არჩევნებში ესე იგი არასწორ გაგმას ვაკეთებთ, ასე თქვა გადაწყვეტილებას ეს ერთი პრობლემაა, როცა არ გესმის და აკეთებ, მაგრამ როცა მიზან მიმართულად ამაში კიდე ფულს იღებ და ასე აკეთებ, ეს კიდე უარესია. ამიტომ ეს დღევანდელი ჩვენი თემა ამ საკითხებს უკავშირდება და ლიბერალური იდეოლოგია არის დაღუპვა ქვეყნის და მით უმეტეს ჩვენი პატარა ესეთი მცირერიცხოვანი ერისათვის დაღუპვა არის. დაფიქრდით ხალხო, დაფიქრდით, გვიან იქნება მე, ძალიან გვიან იქნება, თუ ჩვენ არ მოვახერხეთ ამ იდეოლოგიის გადალახვა და ქვეყანამ არ მოახერხა ამ ჭირის მოშორება თავის თავიდან, იცოდეთ რომ მე ძალიან გვიანი იქნება. დაწყებულია უკვე საჩინელი პროცესი, იცოდეთ. ძალიან თქმა უნდა. გეთანხმებით, მამაო, რასაც მე მესმის თქვენი გულის კივილი და თქვენი გულის ცემა მესმის მამაო და ერთები და მინდა ვთქვა, რომ ახ ჩვენი ეთერიც ახლა მგონი უახლოვდება დასასრულს ყვასი. დიახ, ცოტა დავრჩები. გვაქვს კატასტროფაში ვიხარშებით და ჩვენ ახლა ვარკვევთ რამდენი გენდერი არის სამყაროში. ეს არის შემთხვევით ასევე შემთხვევით არის ლიბერალური იდეოლოგიის ნაწილი არის და როგორმე ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ლიბერალური იდეოლოგია უნდა დავამარცხოთ და უნდა ვიბრძოლოთ, რა თქმა უნდა, ცოტანია ვართ დარჩენილები, ვინც ამ სისტემას, ამ ლიბერალურ ავადმყოფობაზე წინააღმდეგება. რა თქმა უნდა, ცოტანი ვართ დარჩენილები, მაგრამ თუკი ის კი არ იმარჯვებს, ვინც ძლიერია, არამედ იმარჯვებს, ვინც ბოლომდე იბრძვის. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ყოველგვარი შეჩერების გარეშე და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. შეუძლებელია, იმიტომ რომ ამაზე მძიმე მდგომარეობაშიც ყოფილა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ გამოსულა ამ მდგომარეობიდან რაღაც ზეციური მხარდაჭერებით ყოფილა, რა თქმა უნდა და გამოსულა ახლაც იქნება თავარია რომ ჩვენ გქონდეს ამის სურვილი ჩემო ქართველებო ვინც ახალ დარჩენილი იმათ მოგმართოთ არ დანებდეთ ამ მდგომარეობას ერთმანეთისთვის ვიზრუნოთ ერთმანეთის მხარდაჭერით ვიზრუნოთ და როგორ შევძლოთ უფრო ძლიერად ძალად ჩამოყალიბება რომ ქვეყანა არ გააქრეს გენდერი არის ორი რომ ტრამპს რო არ ეთქვა ისე ცოდნობდა ისე ცოდნოდა რა თუ მიაქციეთ ყურადღება აი უდუმაშვილი რომ თავარზე მუშაობს პირველზე რომ თარგმნიდა ის ადგილი ვეღარ გადათან გამოტოვა კი მოტოვა მაგალითად ეს კაცება კი ტრამპს რო არ ეთქვა უნდა ცოდნოდა ისედაც რომ არსებობს ორი გენდერი მეტი არ არსებობს მამაკაცი და დედაკაცი კაცი და მამაკაცი არ არსებობს ასე რომ და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ვიფიქროთ გამოსავალზე გამოსავალი კი ერთია ამ თავრობის გამოსავალი შეუძლებელია როგორმე უნდა შევძლოთ ჩვენი ძალის ირგვლივ კონცენტრაცია და ჩვენი ძალისადმი მხარდაჭერა და ხელისუფლებაში მოყვანა როგორმე უნდა შევძლოთ სხვანაირად ჩვენ აღარ ვიარსებებთ აღარ ქართულად ვილაპარაკებთ ვეღარ ქართულად ვწირავთ არა ჩვენი ქართული აღარ იარსებებს ეს ქვეყანა სხვანაირად უცებ მოხდება ერთ დილას გავიღვიძებთ და როგორც ასადის რეჟიმი ჩამოიშალა უცებ მოვიდნენ ნახეთ ასადის რეჟიმის დროს
ქალები სირიაში ჩვეულებრივად დადიოდნენ და როგორც კი შეიცვალა უკვე სახე ქალის სახე ქუჩაში აღარჩეს ნახეთ როგორ არის და დემოკრატიული ცვლილებები მოხდა უცებ ერთ ღამეში გავიღვიძებთ მამაო ერთ ღამეში მოხდება და თურმე ამას არაბებს და პაკისტანელებს და ირანელებს თუ ვინც იქნება რა ვიცი უკვე ძალაუფლება უპყრიან და შარიათის კანონებია ქუჩაში ერთ ღამეში მოხდება ეს და ესა წინააღმდეგობის გამწევი არავინ აღარ იქნება ან თქვა სამხრეთიდან თურქული გარნიზონები შემოვა და მორჩა შეაერთებული ვილაიეთა თუ რაც ქვია მაგრამ შეუერთდება თურქეთს ერთ ღამეში მოხდება ეს დაიკარგება ჩვენი სახელმწიფოებრიობა ამიტომ ჩვენი ბრძოლა ჩვენი აქტიურობა აუცილებელია და მე იმედი მაქვს რომ საქართველოში ქართველი ჯერ კიდე დარჩენილია კი მეც მაქვს იმედი მამაო წინამდელ შემთხვევაში არ მოვინდომებდით რომ შეგვესვინა მათთვის და ვინც გვიყურებს ხო შეიძლება ნაწილი ადამიანების ჩვენ გვეთანხმება და ჩვენ გვიყურებს და მისი ასე ვთქვათ აზრიც ემთხვევა ჩვენ აზრს მაგრამ შეიძლება ისეთმა ადამიანმაც გვიყუროს რომელიც ფიქრობს აი რა ხდება როგორ ხდება ვერ გარკვეულად და იქნება მივცეთ იმას სწორი მიმართულება იმისა რომ მანაც მოახერხოს აი ამ თემით აი ამ კუთხით საქართველოს სიყვარულით გადაგელს სწორი ნაბიჯები და გაერთიანდეს ესე ვთქვათ მოგროვდეს იმ ძალის გარშემო რომელიც მართლა ფიქრობს საქართველოს კეთილდღეობაზე და გადარჩენაზე აი მამაო ერთ კითხვას დიახ ხო ერთ კომენტარს შევეხმიანები კი ბატონო რუსეთს დავალაპარაკოთ ამას არ პატიობენ მამაო ჩვენ რო ვიძახით როგორაო ვერ გავიგე მამი რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ კომენტარში ერთი ჩვენი მეგობარი ამას არ პატიობენ ეს შემთხვევითი არ არის ჩვენ უნდა მოვგვიყვანოთ ჩვენ სამეზობლოში ისეთი სახელმწიფო მოდი ვიაზროვნოთ დავაკვირდეთ და ლოგიკას ვიყვეთ რომლებიც ასევე რომლის ინტერესებშიც ასევე არ შედის კავკასიაში ვთქვათ აზიური წარმომავლობის საზოგადოება ასეთი არის ერთადერთი სახელმწიფო ერთადერთი სახელმწიფო ეს არის რუსეთი და ჩვენ გვექნება რუსეთთან ურთიერთობა ჯანსაღი შემთხვევითი არ არის საქართველოში ანტირუსული ისტერიკა როა დანერგილი ეს არ არის შეგნებულად არის მამაო შეგნებულად არის ყველაფერი და თუ ჩვენ ამათ დავლაგდებით რუსეთთან საქართველოში ქართული სახელმწიფოს შენარჩუნება შედარებით მარტივი იქნება. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ჩვენი ინტერესი ამ შემთხვევაში და რუსეთის ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს. საქართველოში ანუ კავკასიის აქეთ თუ კი იარსებებს ქრისტიანული სახელმწიფო და ეს ქრისტიანული სახელმწიფო იქნება ძლიერი, შედის რუსეთის ინტერესებში. იმიტომ რომ ეს სამხრეთი ბუფერული ზონა რუსეთისთვის და დაცული იქნება რუსეთის სამხრეთ საზღვარი. რუსეთისთვისაც საფრთხეა მთლიანობაში დიდი თურანი, ოსმალეთი, პაკისტანელები კავკასიაში თუ ირანელები ძლიერ დაკავება და ასე შემდგომ. რუსეთისთვისაც საფრთხე, ამიტომ ჩვენ როგორმე ეს უნდა მოვახერხოთ. ეს ავადმყოფობა უნდა გადავლახოთ და როგორმე უნდა განსახმა აზრმა გაიმარჯვოს საქართველოში, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. დიახ. იცით რა, აი მამა სპირიდონ სანამ დავამთავროთ ორ სიტყვას ვიტყვი. აი ჩვენ ვერ ვისწავლეთ რას ნიშნავს სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესი. ეს ვერ ვისწავლეთ და სულ რაღაცა ემოციებზე, რაღაცა ესე ვთქვათ, ძალიან ეს უაზრო ლოზუნგებზე გვაქვს ცხოვრება აწყობილი. და გონია რომ რაც უფრო ღრმად შევაგინებთ იმას, ამას, ესე ამით ჩვენი ქვეყნის ინტერესები გატარდება. ინტერესების გატარება ნიშნავს იმას, რომ შენ ითვალისწინებ იმ შენი მეზობლის ინტერესს, შენ ინტერესს შეუფარდებ ისე, რომ შენ არ დაზიანდე და აი რაღაცა მოიძებნოს ისეთი კუთხით ეს ინტერესების გადაკვეთა, რომ შენი ქვეყანა იყოს დაცული, გადარჩენილი და განვითარებული. აი ამაში
არის ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, სიბრძნე. თუ ეს სიბრძნე ადამიანებმა არ გავიგეთ და მხოლოდ დავდექი და აგინეთ, ესე იგი ერდოღანის დედა ვიძახეთ, იმისი, რა ვქი, ალიევის დედა ვიძახეთ, პუტინის დედა ვიძახეთ, ასე შემდეგ, ჩვენ გარშემო იცარიან სომხეთის დამავიწყდა ფაშინიანი, ხო? და მხოლოდ ამაზე ავგეთ, აი ამ გინებაზე ავგეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, აი ამ ემოციაზე. რა თქმა უნდა, არაფერი ამით კარგი არ განდო. უნდა შევძლოთ ყველა ჩვენი ქვეყანა ისეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობისა არის, რომ მას შეუძლია მთელი კავკასიის ასე სწორი მიმართულებით განვითარება. და აი ეს თუ როგორმე გავიგე და იმ პოლიტიკოსებმა პირველში ვინც უნდა ქვეყანა მართონ, იმათ უნდა გაიგონეს საკითხი. ქვეყნის ინტერესი არ ნიშნავს იმას, რომ შენ მოგება მიიღო და დიდი ჩაიდო ფული ჯიბეში. ქვეყნის ინტერესი არის გადარჩენა ქვეყნის და განვითარება სწორი მიმართულებით. და ქვეყნებთან, შენ გარშემო ქვეყნებთან ისეთი დიპლომატიური და საერთაშორისო ურთიერთობების აწყობა, რომ შენ ქვეყანას დაეხმაროს ეს. კარგი თომი, დავემშვიდობოთ ახლა ჩვენ მაყურებლებს და მადლობა ყურადღებისათვის, მადლობა მოსვენისათვის. შეიძლება ძალიან ძიმე თემებზე ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ მოგვიტევეთ ჩვენ გვინდა რომ რაღაცნაირად გაიგოთ და ის გულის ტკივილი რაც ჩვენ გაგვაჩნია, ნუ დაგვაბრალეთ პოლიტიკოსობას, იმიტომ დღეს პოლიტიკა უკვე აღარ არსებობს ისეთი, რომ ადამიანს თუ რამე აწუხებს და ხედავ რა არის გამოსავალი, ის უნდა ილაპარაკოს მდელმაც, ერმაც, ბერმაც და ყველამ უნდა ილაპარაკოს და სწორედ ესე მივაღწევთ იმ კეთილ შედეგს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა სწორ რელსებზე გადავა. დავლოცეთ მამასპირიდო. დავადავლოცე და დავლოცოთ ჩვენი მაყურებელი. მადლობა. დაიხარე მომავალ და რაოს დავესწრო თავი. ისწავლოთ. დაიხარე.